საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში, ასევე ყველას, ვინც მეგობარია თუ არ არის სამეგობროში, ასევე ემიგრაციაში, ჩვენს ქართველობას ყველას მოგესალმებით. საღამოშვიდობისა, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. მოკლედ, საინტერესო თემებს მინდა შევეხო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აი ამ 4 ოქტომბრის არჩევნებს და შემდეგ მე მინდა ასევე ახალი ინფორმაციები მოგაწოდოთ, ხვალ კიდევ გვექნება ჩვენ აი ამ თემაზე სტუდიიდან ჩართვა პირდაპირ ეთერში, სადაც დამფუძნებლები ქართველთა გაერთიანების მიიღებთ მონაწილეობას და ზეგ აქვე მინდა ვთქვა დასაწყისშივე, ზეგ შაბათს ასევე 20 საათზე მინდა სტუდიაში მოვიწვიო აი ამ წიგნის ავტორი, ამ შესანიშნავი წიგნის ავტორი იაკობ ლეჟავა, ბატონი იაკობ ლეჟავა და მასთან ერთად მინდა ასევე მოვიწვიო ქალბატონი თინა თოფურია, აკადემიკოსი და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ, როგორც აი კოვიდზე, ზეგ 20 საათზე სტუდიიდან პირდაპირ ეთერში, ასევე ვისაუბრებთ პარაცეტამოლის, წამალი პარაცეტამოლის თემაზე, ამას ალბათ კარგად ახსნის ქალბატონი თინა და საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ყველა საინტერესებს, ვინაიდან ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა მთელ სოფლიოში და ამ წამალს ყველა იყენებდა და სწორი რეკომენდაციებს მოგცევთ აი ამ თემაზე, ზეგ 20 საათზე ძალიან საინტერესო გადაცემა გელით. ასევე ხვალ 20 საათზეც საინტერესო გადაცემა გელით იმ მხრივ, რომ ჩვენ შევეხებით 4 ოქტომბრის აი ამ არჩევნების, ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური არჩევნების თემას. მე მინდა პირდაპირ თქვა, რომ ახლა ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა უკვე ძალიან სერიოზული დაჭერები მიდის და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ წინა დღესვე დაანონსა და თქვა ბატონმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, რომ თუ გადაცნობა იქნება და თუ სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა, რა თქმა უნდა, უმკაცრეს პასუხს აგებენ ყველანიო. და ფაქტია, რომ დაპატიმრებული საკმაოდ ბევრია და თითქმის უკვე ყველას აპატიმრებენ, ვინც კი მონაწილეობდა და ბუნებრივია, მე არ ვიძახი ახლა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო და ამათი საქმიანობა თუნდაც დაპატიმრებები ლეგიტიმურია, უბრალოდ ვამბობ ერთ რამეს. კანონი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, მხოლოდ ერთზე ვრცელდებოდეს და მეორეზე არა. ეს თუ იყო რაღაცა 2-3 საათიანი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების და ძალიან ასე ვთქვათ, რომ დიდი არაფერი არ ყოფილა, მაგრამ იყო, მოდი დავარქვათ ასე, სამართლებრივად, მაგრამ რა უყოთ 91-92 წლის სახელმწიფო გადატრიალებას ბატონო პრემიერო, რომელიც ოფიციალურად აი ამათივე პარლამენტის მიერ 2005 წლის აი ამ რეჟიმის პარლამენტის მიერ დაგმობილია და აღიარებულია, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ მას არ მოყვა სამართლებრივი დევნა და რა უყოთ იმას, რომ მამა თქვენი იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბატონო ირაკლი კობახიძე აი ამ სახელმწიფო გადატრიალების, რომელმაც ჯვარსაცვა ქართველიერი 33 წლის მანძილზე. აი იმ შედეგებს ვიმკით, მთელი ქართველი ხალხი რომ გაკრეფილია საზღვარგარეთ და აქ ვინც არის კიდევ რომ საცოდავ დღეშია. აი მამა თქვენი იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და რატომ არ ვრცელდება მამა თქვენზე აი ეს სახელმწიფო გადატრიალების სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა. აი პირადად მე, როგორც ერთი საქართველოს მოქალაქე,
კატეგორიულად მოვითხოვ და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ითხოვდა ამ მრავალი წლის მანძილზე ამას, რომ მიეცეს კვალიფიციური შეფასება, არის ისედაც შეფასება, მაგრამ სამართლებრივი დევნა მოყვეს ამას და ყველა დამნაშავე იყოს სათანადოდ დაჟილი. მათ შორის მამა თქვენი იყო მთავარი ერთ-ერთი პუჩისტი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი, თუ არ ვცდები გენერალური მდივანი იყო მაშინ. და მასზე რატო არ აღწევდება სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა? მაშინ ყველა უნდა გაანთავისუფლოთ, ან არავინ არ უნდა დასაჯოთ, ან ყველა უნდა დასაჯოთ, ბატონებო. ესე არ გამოვა. ძალიან დიდი ხნის წინ არ ყოფილა ეს, სულ რაღაც 33 წლის წინ იყო და აი ამ ჯვარცმაში ვართ დღესაც. სწორედ ის რაც ჩაიდინა მამა თქვენმა, აი ამიტომა ვართ, რომ სულ ჭაობში რომ არის მთელი ქართველი ხალხი. და კატეგორიულად მოვითხოვთ ეხლა პრემიერო თქვენგან, მამა თქვენს აგებინეთ პირველ რიგში პასუხი. სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო. და არ გვინდა ეხლა აქ რაღაც ანგარიშწორებები და ისინი ვერაფერს ვერ იზამთ. ეს არის ფაქტი და ყველა მიცის, თელმა საქართველოს მიცის ეს. ეხლა აქ ძალიან სერიოზულად ფიგურირებდა მეგობრებო კიდევ ერთი თაღლითობა კანონიერი ხელისუფლების აღდგენის ცდელობა ვითომ ეს ხალხი არ ვიცი ეხლა 4 ოქტომბრის მერე უკვე ფაქტიურად დაიმალნენ. მე არ ვიცი ეს ხალხი ვინ არიან საერთოდ ეხლა აფსანზე ვიცით რა თქმა უნდა და დანარჩენები საერთოდ ისეთი ხალხი აქ მინისტრებად რომ დასახელდნენ რომ საერთოდ გაუგებარია ეს ხალხი ვინ იყვნენ. არავინ არ იყვნენ ეს ხალხი ეხლა ზოგი ახალგაზრდა ისეთი რომ საერთოდ კავშირი არ ქონია ეროვნულთან კანონიერ ხელისუფლებასთან. მე პიროვნული მტრობა კი არ მახასიათებს ვისვესაკაც. აქ არის ფუნდამენტური საკითხი. ეს არის ქართველთა დიდი გაერთიანების გენერალური ხაზი, კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და ვიღაცა აქ რაღაცა მაიმუნოებს დაიწყეს, ამას არავის არ ვაპატიებთ. აი გურამ აფსანძე, ბატონი გურამ აფსანძე ეხლა წარმოგიდგენთ. აი ეს 2 წლის წინ ხალხს წარუდგინა აი ეს ჩამოაყალიბა პარტია, შექმნა პარტია ეროვნული თანხმობა სამართლიანობის აღდგენის კავშირი და პარალელური აქცია მაშინ მე ძალიან მაგრად მეწყინა დაგვინიშნა ფილარმონიაში ზუსტად დაამთხვია 9 აპრილს სადაც ჩვენ ვაკეთებდით იქ რუსთაველზე აქციას და მთელი ეროვნულები ესე იგი დიდი ნაწილი იქით წაიყვანა ფილარმონიაში რომ ჩაეშალა ეს ამ კაცს მუდმივად ვამჩნევენ რომ რაღაცა ეროვნულ დავიწყებ პარალელურ რაღაცას აკეთებს. მუდმივად მაშინ ჩამოდის რუსეთიდან და მაშინ აკეთებს ამას. ბევრჯერ დაემთხვა ეს ამბავი, ძალიან ბევრჯერ და აქ უკვე ეჭვებზე აღარ არის ლაპარაკი, ეს უკვე ფაქტებია. და ამ კაცს რომელსაც ეკრძალებოდა თუკი კანონიერი ხელისუფლებაზე გაქვს რაღაცა პრეტენზია, შენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო მონაწილეობა არალეგიტიმურ არჩევნებში. აი ეს ბრძანებულება 92 წლის 13 მარტის დადგენილ ზუსტად ამას ითვალისწინებს. ამას გადაყვა ცხონებული ზვიად გამსახურდია საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, რომ ლეგიტიმაცია არ მისცა ამათ და აი ეს ადამიანი ეხლა ეს ყოფილი ვიცე-პრემიერი ზვიადის ეროვნული მთავრობის გამოდის და იმაშება რა ქვია ქმნის პარტიას და იღებს აი ამ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას. და 2024 წელს შეეკრა დავით ჭიჭინაძეს ტრიბუნა ასე ვთქვათ და მონაწილეობა მიიღეს და ძალიან მაგრადაც გამასხარავდნენ 0.2 თუ 0.3%, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი ის არის რომ მან უვალატა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და მისი ბრძანება დაარღვია 92 წლის 13 მარტის
დადგენილებას და საერთოდ იმ უზენაეს საბჭოს ყველა შეთანხმება. აბსოლუტურად ვინც ითანამშრომლებდა აი ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ისინი ცხადდებოდა არალეგიტიმურად და არა მხოლოდ ეს 2024-ში მიხეილ სააკაშვილისაც თავის დროზე შეეკრა და მისი ვიცე-პრემიერიც გახდა. ასევე იყო ის ბატონი მერაბ ჩუხუაც, რომელიც განათლების მინისტრად დაასახელა, რომელიც ხან კიევშია, ხან აქ არის, იქიდან იღებს, ასე ვთქვათ, როგორ ჩანს, ესე იგი, დავალებებს აძლევენ იქიდან, როგორ უნდა იმოქმედონ და მუდმივად თუ უკვირდებით თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის შენობის წინდგანა და იქიდან იძლევიან ინტერვიუებს და იქიდან რთავენ პირდაპირ ეთერებს, რომ პარალელი გაავლონ, რომ ისინი ერთად არიან აი ამ ნაციონალური მოძრაობის აი ამ პროტესტანტებთან. ეხლა მოდით დაუკვირდეთ კარგად. დაუშვათ, აი ლეგიტიმური კითხვა არის და ყველას ვავს და აი ამათმა ყველამ სათითაოდ იქ მინისტრებად რომ იმასაკენ დასახელდნენ. გაგვეცით ერთი პასუხი, თუ კი კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ასე მარტივი იყო და შეიძლებოდა 25 კაცი თუ ჭირდებოდა მხოლოდ 33 წლის მანძილზე, ეს რატომ არ გააკეთეთ? რატომ ტანჯეთ ქართველი ერი? თუ კი ეს იქნებოდა ხსნა და თუ კი ეს იქნებოდა გამოსავალი. სად იყავით? რატომ ვერ გააკეთეთ 1 საათიანი ესეთი შეკრება? რატომ დაამთხვიეთ მაინც და მაინც 4 ოქტომბრის არჩევნებს? და რატომ თქვენი განცხადებები გვახსოვს? რატომ იძახდით, რომ 4 ოქტომბერს თქვენ მთელ ამბავს მოაწყობდით და რაღაცა რა ვიცი მე აჟიტირებული იყავით და მაინც და მაინც 4 ოქტომბერზე აკეთებდით გათვლებს? ეს ყველაფერი უნდა აუხსნათ ქართველ ხალხს, მაგრამ ერთი რამე არის. ბატონ გურამ აფსანძე ბერძენ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას პირველი ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც დაინიშნა არალეგიტიმური აი იმ მთავრობის მიერ ვიცე-პრემიერად თუ რაღაც ასე ვთქვათ, რომელთანაც ურთიერთობასაც თავად ბატონი ზვიად გამსახურდია, უკრძალავდა თავის კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ არ ითანამშრომლოთო და მეორე ცდელობა კიდევ იყო ეხლა, აი ამ 50,000 ლარიან ვითომ ვაუჩერებს რო დაურიგებდა, თუ კი გაიმარჯვებდა ხალხს. აი ეს ყველაფერი ეს ახლა არის ძალიან დიდი თამაში და თაღლითობა ახლა 50,000 ურიგებდა. მე არ ვიცი, მე ამაზე ერთხელ შეხვედრილიც ვარ და შენ რატომ ხარ ნიჰილისტურად განწყობილიო? ნუ სასაცილო იყო, ახლა ეს აღარ მინდა ამაზე იმას ვქნა. შეიძლება შიგნიდან გიდოდეს შენ აი ამ რეჟიმის კარების წვევა და არც იმას დავმალავ, რომ იმას უთხარი, რომ რომელიმე ტელევიზია თუნდაც თავისუფალი არხი და თუნდაც რაღაცა რომ დაეფინანსებინა თუ ასია და სერიოზული მოძრაობა გაგვეშალა და აგიტაცია ხალხში, არც ეგ არის სურვა. უბრალოდ ამ კაცმა პირდაპირ გადაწყვიტა პარტია ჩამოაყალიბა და 2024 წლის არჩევნებში რო ვერ დარეგისტრირდა, მერე იმასთან დავით ჭიჭინაძესთან ალიანსში შევიდა და მიიღო მონაწილეობა. რა საერთო აქვს კანონიერ ხელისუფლებასთან ასეთ ხალხს? არანაირი ის არ შეიძლება კონდეს ასეთ ხალხს, იმიტომ რომ პირდაპირ კანონგარეშე ცხადდებიან ასეთ ხალხი და ეს არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის პირდაპირი ღალატი, შენ შეეკრა იმ რეჟიმს, რომელმაც შენი პრეზიდენტი წამებით მოგიკლა და არც ერთხელ შენ არ შეგიკრებია, თუ კი შეგეძლო უზენაეს საბჭოს სესიის ჩატარება თუ შეკრება იმ ხალხისა, არც ერთხელ არ დაგიყენებია საკითხი, რომ გამოგეძიებინათ პრეზიდენტის კვლელობა. დაგესვათ ეს საკითხი, კი არ გამოიძიებდით, დაგესვათ
გენერალური პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის, რომ გამოიძიეთ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საკითხი. ცოტნე როდესაც კარგად იყო მე რუსთაველზე იქ აქციაზეც გამოვედი სიტყვი და მაშინაც მიმართი ამათ. და მაშინაც უთხარი, რომ როდესაც ის ამზადებდა სტრასბურგისთვის აი ამ საჩივარს, მე მაშინ უთხარი ამათ, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა თუ კი დამოუკიდებლობის აქტზე ყველა ხელმომწერი უმეტესობა მაინც მოაწერდა ხელს და მოითხოვდნენ სტრასბურგში პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიებას. რა კარგი ის არისო, კაცო, რა კარგი იდეაო, რაღაცო. ისე დაიფანტენ, აი ესენი არიან, არ ვიცი, ეს ფუქსავატობაა და მეტი არაფერი. და მაშინ ასე დაირაზმეთ და შეიკრიბეთ და რაღაცა თანამდებობი მინისტრის სავარძლები სიზმარში დაირიგეთ, თქვენ კაი ხალხო, თქვენა პრეზიდენტის ზვიად გამსახურდი ერთხელ არ გაგხსენებიათ, წამებით რომ მოკლეს და ამის ლეგიტიმაციას გადაყვა. ვისთან მონაწილეობთ არჩევნებში? რატომ მონაწილეობთ? მოკლედ ძალიან ბევრს გაუკეთდა მეგობრებო ლუსტრაცია. ეს ფაქტიურად იყო სახე დაგვანახა სულ ყველასი ვინ არის და ვინ ღალატობს და ვინ ადგას სწორ გზაზე. რა არის აქ გამოსავალი მეგობრებო? არასოდეს არც ერთი არ არსებობს რომელიმე პარტია, რომელიმე რაღაცა იმან უშველოს აი ამ უმძიმეს მდგომარეობას, რაც არის ქვეყანაში შექმნილი. იმდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ თვითონ ხელისუფლება და თვითონ აი ეს სამთავრობო ორგანოები არაფერს არ იძლევიან ინფორმაციას, რაც გინდა მოითხოვო. თვითონ აი ეს 6 მილიარდიანი პროექტი, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი, ამ პატარა ქვეყნისთვის, ამ მშიერი ერისთვის, საერთოდ არავინ არაფერი არ ვიცით, არაფერს არ გვეუბნებიან. ერთადერთი გვეუბნებიან იმას, რომ უნდა აშენონ ქალაქი ერთი რუსთავსა და თბილისს შორის, მეორე უნდა აშენდეს გონიოში. კი, მაგრამ ჩვენ ვიცით ახლა იქ რა ფასები იქნება, ხო, კვადრატული 2500, 3000 დოლარი. ამას ხო ერთ-ერთი ქართველი ვერ იყიდის, იქ ხო არ აშენდება არც ერთი ქარხანა. ქარხანა და ფაბრიკები საერთოდ არ აშენდება ამ ქვეყანაში, სანამ იქნება აი ეს რეჟიმი, ეგიცოდეთ, ეს გარედან დასმული რეჟიმი, აი ამ გარედან დასმულ რეჟიმთან ერთად გვაქვს ის სტატუსი, განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და ვიმართებით ვაშინგტონის კონსენსუსის პროექტით, რომლის მიზანიც არის და რომლის თავარი ის არის დედააზრი, რომ აქ არ უნდა შეიქმნას არავითარი ქარხანა, არავითარი ფაბრიკა, არავითარი მრეწველობა არ ნამუშავდეს, ინფრასტრუქტურა შეიძლება, ის ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ტურიზმი, სულ ყველაფერი განვითარდეს, მაგრამ ხალხი არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ქარხანა და ფაბრიკა ხალხს დააკმაყოფილებს, ეს არ უნდა იყოს. მუდმივად უნდა უჭირდეს ხალხს და უნდა გარბოდეს ამ ქვეყნიდან. ზუსტად ეს არის ახლა ეს პროექტიც და უარესი ამ პროექტის თანახმად, ახლა რომელზეც ვერაფერს ვერ ამბობენ, ვინ უნდა ააშენოს ეს ქალაქი, თქვენ კარგად იცით ახლა რას იზავენ, ეს არაბული ეგრეთ წოდებული ვითომ ინვესტიცია წინ უძღოდა 17 სახელმწიფოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან არაბული ვიზებით. რატომ დაარქვეს არაბული ვიზები? იმიტომ რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. ვინ არიან ეს 17 სახელმწიფო? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აფრიკული და აზიური ისლამური ქვეყნები, უზარმაზარი ქვეყნები, რომელთაც ფაქტიურად ყველასთან თითქმის ისეთი სახელმწიფოები აქვს, ჩაკეტილი აქვს კარები. ეს არის ძალიან ისეთი სახელმწიფოები, რომ მათი შემოშვება გამოიწვევს, არ ვიცი, საშინელებას ამ ქვეყანაში. დაახლოებით აქ იგეგმება ალბათ ჩვენი გათვლებით 9 მილიონზე მეტი კიდევ შემოყვანა აფრიკული და აზიური ქვეყნებიდან.
და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წელს მინიმუმ ჩვენი გათვლებით კიდევ 200,000 ქართველი დატოვებს საქართველოს. აი ეს უმძიმესი მდგომარეობაა ქვეყანაში. გესმით ალბათ რაზეც საუბრობთ. ფაქტიურად საქართველო არის გაქრობის პირას და არის ძალიან დიდი პროექტი, რომ საქართველო სულ მალე უნდა გადავიდეს აი ამ ისლამური სახელმწიფოებიდან ჩამოსული ხალხის ხელში. ისინი იქნებიან უმრავლესობა, მათ აძლევენ რა თქმა უნდა ბინადრობის მოწმობებს და ასე შემდეგ. რა უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი ერთადერთი ძალა არის მეგობრებო ერთობაში, არავითარი პარტია წეგანაც ვამბობდი, ჩვენი ერთადერთი შანსი არის ქართველების გაერთიანება და რაც შეიძლება ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად. ჩვენი ვარაუდით თუ ჩვენ გულთან მივიტანთ ყველა ჯანსაღი ქართველი და აი ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობას გვაქვს, რომ ჩვენი შვილებს ეკარგებათ მომავალი ამ ქვეყანაში, ჩვენი გათვლებით და იმითი რა მუშაობასაც ვაპირებთ ახლა რაც უნდა განვახორციელოთ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ, ფიქრობთ რომ გაზაფხულზე საკმაოდ ძალიან ძლიერი ძალა უნდა იყოს უკვე ქართველთა დიდი გაერთიანება. და პირადად მე მიმაჩნია რომ ამაზე კარგი იდეა აღარ არსებობს თუ არა ქართველი ხალხი რომ გავერთიანდეთ. რა უნდა იყოს ამაზე კარგი და რა უნდა იყოს იმაზე კარგი რომ გავერთიანდეთ ქართველი ხალხი მამული ენა სარწმუნოების დასაცავად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეროვნულ ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნა, რომლის რელსებიდანაც ჩვენ 92 წლიდან გადაგვიყვანეს. იძულებით, ზარბაზნებით და დამხობით. ამიტომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მე მოგიწოდებთ მაქსიმალურად აი ეს გააზიაროთ ეს ჩვენი ყველა გადაცემები, ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ 20 საათზე გვექნება ერთი, ზე გვექნება ასევე კიდევ გავიმეორებ ძალიან საინტერესო გადაცემა COVID ფაშიზმის აი წიგნზე, რომელიც ბატონ იაკობ ლეჟავამ გამოსცა და იქვე მოწვეული იქნება ქალბატონი თინა თოფურია, აკადემიკოსი, რომელიც ისაუბრებს ასევე წამალი პარაცეტამოლის თემაზე, რამდენად არის სანდო, არის თუ არა სანდო და არის თუ არა სახიფათო ადამიანების ჯანმრთელობისთვის. და რა თქმა უნდა მთავარი ის არის მეგობრებო, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნით სამშობლოს დასაცავად. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის პარტია, ქართველთა დიდი გაერთიანება თქვენთან ერთად იბრძოლებს სამშობლოს გადასარჩენად. აქ მოვა ყველა პატრიოტიან ქართველი, რომელიც აი ამ რეჟიმის მიერ იყო ესე იგი უნიჭიერეს ხალხი, რომლებიც იყო დაბლოკილი და არსად არ აკარებდნენ არც ტელევიზიებში და არსად. არიან მეცნიერებათა დოქტორებია, პროფესორებია, აკადემიკოსებია, აი უზარმაზარი გამოცდილებები აქვს და არსად არც ტელევიზიებში არ იწვევენ ამათ. ჩვენ ახლა გავუხსნით აი ამ სტუდიას ხვალზე კიდე რომ დავიწყებ, დაახლოებით 20 რიცხვიდან ყოველ დღე თითქმის იქნება სტუდია ყოველ საღამოს იმუშავებს და პირდაპირ ერისათვის ყველაზე სასიცოცხლო და მნიშვნელოვან თემებზე იქნება გადაცემები გაკეთებული პირდაპირი ეთერები. ჩვენი ხო რაღაცა არ ვიცი რაღაცა გაითიშა თითქოს და ჩვენი ოფისი არის კიდევ გიმეორეთ მეგობრებო რუსთაველის 18 ნომერში ყოველ 4 შაბათს საღამოობით ვართ, მაგრამ 20-დან უკვე ეგრე აღარ იქნება თითქმის მუდმივად ვიქნებით ოფისში. ყოველ შემთხვევაში 4 შაბათს პირადად მე ყოველთვის ვიქნები იქ დილიდანვე და
უკვე ვიწყებთ ძალიან სერიოზულ ორგანიზებულ მოქმედებებს ყველაფერზე აბსოლუტურად და პირველ რიგში ვიწყებთ რეგიონებში სერიოზული ორგანიზაციების შექმნას და ვისაც გეგულებათ რეგიონებში კარგი ხალხი მოგვაწოდეთ ითიშება არ ვიცი მე მგონი ვარ პირდაპირ ეთერში მოგვაწოდეთ მეგობრებო ასეთი კარგი ხალხის ტელეფონის ნომრები ჩვენ აუცილებლად დაუკავშირდებით და ჩვენ უნდა დავიწყოთ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მშვიდობიანი რა თქმა უნდა გადასარჩენად ამ ქვეყნისთვის მაგრამ ჩვენ იქნებით ესე იგი ყველანაირად შეუვალი ამ რეჟიმთან ეს არის აი დამნაშავე მოღალატე რეჟიმი რომელსაც სურს გაანადგუროს საქართველო და რომელსაც სურს საქართველოს არაბიზაცია და ისლამიზაცია აი ეს არის საბოლოო დასკვნა ამიტომ ჩვენ თავს გადავდებთ და სანამ ცოცხლები ვარ და სანამ ქართველები ქვია ჩვენა ბრძოლას ბოლომდე ჩვენა ბრძოლაში ვიქნებით შეუვალი და თავს დავდებთ აი ამ ყველაფრის სამშობლოსათვის მადლობთ ყურადღებისთვის ახლა ეს უკვე შემთხვევითი აღარ არის ყველანაირად ახშობენ მეგობრებო მაგრამ არაფერი არ გამოვუათ თავარი სათქმელი თქვი მოკლედ ჩვენი ერთადგომის იმედი მაქვს ჯანსაღი ქართველების ყველა უნდა გავერთიანდეთ მათ შორის მე მოუწოდებ ახალგაზრდებს ვინც აი ჯანსაღი გაგვაწამეს მეგობრებო ახალგაზრდებისთვის მინდოდა მომეწოდებინა რომ ახალგაზრდებს ჩვენ უნდა მივცეთ 1 საათი ყოველკვირეული გადაცემა და აი კარგი ახალგაზრდები ვისაც შეუძლია